მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ლექტორი, ახალ აღთქმაში და ამავე სასწავლებლის დოქტორანტი რეზო მუჯირიშვილი. მადლობა რევას მობრძანებისათვის. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ესეთ თემაზე, საღვთო სჯულისა და მცნებების შესახებ ვისაუბრებთ. ალბათ აქვე დავაკონკრეტებ, რომ ჩვენ უფრო მეტად, ესე იგი, ახალი აღთქმის პედაგოგი ხარ, უფრო საინტერესო იქნება ახალ აღთქმის ჭრილში ვისაუბროთ ამაზე. რადგან თავად პავლე მოციქული, წმინდა პავლე მოციქული ამაზე ძალიან ბევრს წერს, ბევრს საუბრობს ამ თემის შესახებ, განსაკუთრებით გამოყოფდნენ რომელ თემართ ეპისტოლესაც, ებრაელთა მიმართ ეპისტოლესაც, რისი გააზრების შედეგადაც შეიძლება ითქვას, ადამიანს უფრო სრული სურათი უჩნდება, ანუ წარმოუდგება, რამ აღეხსრულა ძველ აღთქმაში და როგორ აღსრულდა ეს ახალ აღთქმაში და რატომ აღარ არის საჭირო ძველი აღთქმის მცნებების და სჯულის, ანუ კანონების დაცვა, რასაც პავლე მოციქული ზედმიწევნით გამარტავს. ამ საკითხში გაუთვისნობიერებელი ადამიანი, ქრისტიანიც რომ იყოს, კარგად ვერ აცნობიერებს, აი როგორ ხდება ძველი და ახალი აღთქმის ურთიერთმიმართება. როდესაც ჩვენ სჯულზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ბიბლიაში მეტნაკლებად ჩახედულ ადამიანს მაშინვე წარმოუდგება ძველი აღთქმის სჯულის კანონები. 10 მცნება და კიდევ სხვა დაახლოებით, თუ სწორად მახსოვს, 613 აკრძალვა არის იქ ძირითადად. ანუ მაშინდელი აღთქმა, პირობა, რომელიც ანუ ღვთის მიერ დადებული, ღვთისგან მოცემული იყო ეს სჯული, რა თქმა უნდა, მოსეს ხელით, ძველი აღთქმის კაცობრიობას და ამ სჯულის კანონი ძირითადად გადმოცემულია აი ამ 5 წიგნეულში, მოსეს 5 წიგნეულში, თორაში. და ეს იყო, მე ესე ვიტყოდი, შემოსაზღვრულობა, ანუ საღვთო ერის დაცვა იმ რწმენაში, რომ ისეთი საზღვარში, რომელიცაც უნდა მისულიყვნენ ახალ აღთქმამდე, ანუ მესია განკაცებული ღმერთი მიეღოთ და შემდეგ ახალ აღთქმის ეკლესია გაგრძელებულიყო მათი ცხოვრება და მათი რწმენა. ეს ესეც მოხდა, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში და გარკვეულ ნაწილში, მაგრამ ყველამ არ მიიღო. მოდი უფრო კონკრეტულად განვარტოთ, მე ესე ვიტყოდი, პირველ რიგში სჯულის ეტიმოლოგია, მნიშვნელობა მისი და მისი შინაარსი, რას ნიშნავს, ანუ შინაარსობრივ მხარეზეც ვისაუბროთ. შემდეგ ალბათ კიდევ უფრო მეტად ჩავღრმავდებით და უკვე დაწერილ და უწერილ და ასე შემდეგ აი საუბარში განვარცხობთ ამ თემაზე საუბარს. დიახ, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობთ მოწვევისთვის. ნამდვილად საინტერესო საკითხია. როგორც ჩვენ სხვა შემთხვევებშიც აღვინიშნავს, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებითაც უნდა ითქვას, რომ ამა თუ იმ სიტყვის განხილვა თავდაპირველად ეს არის არსებითი, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ შეუძლებელია გაგება თავად მოვლენისა, თუ არ ვიცით ამ მოვლენის წარმომავლობა და რასთან გვაქვს საქმე. თქვენ შესავალად ბრძანეთ, რომ ძველი და ახალი აღთქმის ურთიერთმიმართება ამის სწორი გაგებისათვის ეს არ არის ერთი შეხედვით მარტივი საკითხი, იმისათვის, რათა გავიგოთ სწორედაც გვჭირდება ვიცოდეთ რა არის სიტყვა სჯული. იმიტომ რომ ერთი ნაბიჯი რჩება ადამიანს, თუ ვერ აღიქვა მოვლენა მართებულად, როგორც მცირე დუალიზმში შეიძლება იქნას გადასვლა. იმიტომ რომ ასეც არის ხოლმე წარმოდგენილი ზოგჯერ, ხშირ შემთხვევაშიც უფრო ფართო საზოგადოებისთვის, რომ ძველი აღთქმის პერიოდში მოქმედი ღმერთი ეს რაღაც სხვა ღმერთია, ხოლო ახალი აღთქმის პერიოდში მოქმედი ღმერთი უფრო სიყვარულზე ორიენტირებული და შესაბამისად ეს უფრო სხვა ღმერთია. სინამდვილეში ეს ასე არ არის, რასაკვირველია და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ამაში ჩვენ დაგვეხმარება სიტყვა სჯულის აღქმა. სჯულის ეტიმოლოგიით დავიწყოთ ახლა ამ სიტყვას, რა თქმა უნდა, თავდაპირველად ჩვენ ბერძნულ სიტყვას უნდა შევხედოთ და შემდგომ ქართულზეც გადმოვიდეთ. ტრადიციულად სჯული ეს ამ ფორმით ბერძნულად არის ნომოს, ძალიან ესეთი გავრცელებული ფორმა, სხვა სიტყვებშიც კომპოზიტურად გამოყენებული არის სიტყვაში, აი ნომოკანონი, მაგალითად ეს არის სჯულის კანონი, სჯულის წიგნი, რომელიც არის ერთობლიობა მთელი ამ შემთხვევაში ნომოკანონი უკვე ქრისტიანული მოძღვრებისა. ფაქტია, რომ მას საფუძველი უნდა ჰქონოდა ზმნური ფორმებისა, ან შეიფიქრობენ, რომ ნემო, ასეთი ზმნა და ფიქრობენ, რომ მეორე უფრო მეტად გავრცელებული ფორმა ეს არის ნომიძო. რა არის ახლა ერთის და რა არის მეორე? თითქმის ძალიან ახლოს დგას შინაარსობრივად ერთმანეთთან, ნომიძოში უფრო გამოკვეთილად არის ეს არის რაღაცას მე ასე მიმაჩნია. ანუ გარკვეულწილად ამას აქვს
მოლაპარაკების მნიშვნელობაც, აი ახლა ჩვენ და პირობითად ავიღოთ, საუბრობთ რაღაცაზე, ბჭობთ, ქართულად ძალიან საინტერესოა, მსჯელობთ რაღაც კონკრეტულ საკითხზე და აქედან გამოგვაქვს რაღაც საერთო დასკვნა. აი ეს ჯული უკვე არის აი საერთო დასკვნიდან გამოტანილი რაღაც კონკრეტული დადგენილება. საერთაშორის მე ვთქვი, რომ ქართულშიც ძალიან კარგად ჩანს ეს, იმიტომ რომ სიტყვას ჯულში არის ზმნური ფორმის ფუძე სჯა ან სჯა მეორენაირად. ნუ ახლა სჯას, როდესაც ვამბობთ, უფრო მეტად ყურადღება მახვილდება ხოლმე თქვათ რაღაც გასამართლებაზე. გასამართლებასაც კაცმა რომ თქვას გარკვეულწილად ეს დატვირთვა აქვს, თუმცა გასამართლება არის უკვე კანონდადებულობა, როდესაც უკვე დასრულდება აქტი. ხოლო განსჯა უფრო უკავშირდება სწორედაც იქამდე სანამ მივალთ, იმასაც იტევს, მაგრამ სანამ იქამდე მივალთ, ამას წინ უძღვის ბჭობა. აი დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, შეიძლება ვერ იყოს ბოლომდე საუკეთესო მაგალითი, მაგრამ ჩვენ ვიცით ბიბლიაში ასეთი რამ ადამიანის შექმნას უძღვის, ასე გადმოიტანება ხოლმე საღვთო ბჭობა. აი მოდი ვქმნათ კაცი. ახლა ეს ძალიან მარტივად არის გადმოცემული, მარტივად ისედაც მარტივად არის და იმიტომ რომ ღმერთს არნაირი ბჭობა არ სჭირდება და არავისთან თქვათ არც თავის თავში ბუნებრივია ბჭობა არ სჭირდება და მით უმეტეს არავისთან, მაგრამ უბრალოდ წინ უძღვის ეს დადგენილებას, ვიდრე მოხდება ეს და გადაწყდება რომ დიახ უნდა შევქმნათ ასეთი და ასეთი ადამიანი, მანამდე ხდება აი მოდი შევქმნათ და ხდება ბჭობა. აი ეს არის სწორედაც, მაგრამ უკვე აი ამ მსჯელობის შედეგად მიღებული დასკვნა, ანუ სხვამგვარად რო ვთქვათ, ქართულიდან ნამსჯელი, ეს შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, ეს არის სჯული. ანუ სჯული არის უკვე აი ამ პროცესს გავლილობა, ოღონდ აი ეს ძალიან საინტერესოა, ოღონდ უკვე აი ეს მსჯელობითი ნაწილი კი აღარ არის. მსჯელობის შედეგად უკვე გამოტანილი უტყუარი დასკვნა. მით უმეტეს საქმე, როდესაც ეხება ღმერთს, ხო, ბუნებრივია, ეს არის განბჭო ღმერთმა, იფიქრა ადამიანთან დაკავშირებით, უბრალოდ ბოლომდე რომ გადმოვიტანოთ, გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ადამიანი მართლა პირდაპირ გაგებით სჭირდება მას ეს მსჯელობა, ხლა 2 და 3 ადამიანს სჭირდება, იმიტომ რომ შეიძლება გარკვეული თავიდან შეუთანხმებლობა იყოს და მე ამ მსჯელობის შედეგად მივიდნენ. ხო, ღმერთთან მიმართებით ბუნებრივია. ეს საჭირო არ არის, მაგრამ აი მაინც განიზრახა ღმერთმა, იმსჯელა რაღაცას და ბოლოს დაადგინა. აი ეს ჯული არის უკვე ღმერთისგან გამოტანილი განწესებულობა, დადგენილება, რომლისგან გარდახდომაც რასაკვირველია, არც ერთ ეპოქაში, იმიტომ თქვით ახლა წელან ჩვენ ძველი და ახალი აღთქმის მიმართება, ანუ ეს ჯული დადგენილება არის როგორც ძველი აღთქმისთვის, აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ პირველ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ერთი და იმავე ღმერთის დადგენილება და არა სხვადასხვა საბჭოში, ასე რომ ვთქვათ და სხვადასხვა მსჯელობა ამას არ უძღოდა წინ. ეს კიდე ცალკე საკითხია, მე რატომ ხდება გარეგნული თვალსაზრისით ერთი მიმართულებით ცოტა სხვა ფორმები, მეორე მიმართულებით სხვა ფორმები. აი შეგვიძლია ჯულის მნიშვნელობასთან დაკავშირებით რომ მე მინდა ყურადღება გავამახვილოთ დაწერილ ჯულს და დაუწერილს, ესე ვთქვათ, რასაც პავლე მოციქული საუბრობს, ანუ სინდისიერ ჯულთან დაკავშირებით. ერთგან ამბობს, რომ წარმართნის სინდისით, ანუ დაუწერილის ჯულით განისჯებიან. რამდენად აქტუალურია ეს დღეს, რამდენად შეიძლება გავიგოთ ეს ჩვენ როგორც დღევანდელი წარმართებზეც ნათქვამი და ასე შემდეგ. აი ამ თემაზეც ვისაუბროთ, საკმაოდ რთული საკითხი არის და ხანდახან საკამათოც არის ხოლმე ეს საკითხი, რა თქმა უნდა. ალბათ ყველაფერს სათანადო გააზრება სჭირდება და სწორი გააზრება სჭირდება, არა მხოლოდ ისტორიულ კონტექსტში, არამედ თანამედროვე რეალობაშიც. რა თქმა უნდა, წმინდა წერილი ყოველთვის წმინდა წერილად რჩება და მის შინაარსი არ იცვლება, მაგრამ სწორი გააზრება სჭირდება ყველა ეპოქაში. აი მსურს ამ თემის შესახებ ამასაც შევეხოთ, ასე ვთქვათ, დაწერილ და დაუწერილ. ასე ვთქვათ, სინდისის ჯულს. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის ეს და რატომ იმიტომ თვითონ შეიძლება სხვაგვარადაც ვთქვათ, ანუ ჯული, სხვა მნიშვნელობით არის, ასე ვთქვათ, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა, ერთ-ერთგვარად, ხო, პირობაც, აღთქმაც, კანონიც, მაგრამ ხანდახან ეს შეიძლება დაწერილი და ასე ვთქვათ, ჭეშმარიტი ჯული არ იყოს, მაგრამ ადამიანი ღვთის ხატება, როგორც ღვთის სახატება, მაინც ატარებს, აი ამ ხატებას და სინდის დიჭს ღვთისას და ყველა ადამიანი მაინც შეიძლება არასწორად ჭეშმარიტის ჯული არ გააჩნია, მაგრამ მაინც სინდის ყოველთვის ქეჯნის, როცა რაღაცას არასწორს აკეთებს. აი ამაზეც მინდა ვისაუბროთ. ხო, ურთიერთობას რაც შეეხება, რასაკვირველია, ამაზე აღარ გავამახვილე ყურადღება, იმიტომ რომ დადგენილებას თავის მეორე მხარეს სჭირდება ავტომატურად, ხო, ეს ისეაც ასე დადგენილება შეუძლებელია.
იყოს თუ არ აქვს მას შემსრულებელი, ხო, ერთია ვინც განაწესებს და მეორე ვინც უნდა შეასრულოს, ანუ ვისთვისაც დადგინდა. ბუნებრივია. ეს უკვე ურთიერთობას ასახავს, ხო, იმ დამდგენელსა და იმ ადამიანს შორის, ან ჯგუფს შორის, ან მთელს კაცობრიობას შორის ამ შემთხვევაში ვისთვისაც მოხდა ამის დადგინება. პავლე მოციქულის ეს სიტყვები ფაქტია, პავლე იქ კიდე სხვა ეპიზოდშიც არის და ამაზეც ვიტყვით, რომ კიდე 4 სახის ჯულზე საუბრობს თავად პავლე მოციქული, მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაწერილის ჯული და დაუწერილის ჯული, ანუ როდესაც პავლე საუბრობს, რომ წარმართი, უпростоრად ისრაელიანელი, იუდეველი, რომელსაც ჰქონდეს ჯულის ჯულით განისჯება, ხოლო წარმართი, რომელსაც ეს ჯული არ ჰქონდეს ჯულით განიკითხება ასევე. ახლა ფაქტია უკვე რომ პავლესთან დაინახება გამოყოფა, არსებობს რაღაც ფორმა კიდე აი ამ თავდაპირველი აღსრულებისა. ჩვენ შინაარსზე ვეღარ ეტიმოლოგიაზე იმდენად უკვე მომიწია გადასვლა და ეს ძალიან საინტერესო ახლა მოგვიწევს ეს თვითონ ჯულის შინაარსიც ამავე დროს გარდა ეტიმოლოგიისა. სხვადასხვა უნდა ვთქვა რომ პავლე მოციქულის ამ სიტყვების ვერ გაგება ძალიან დიდ პრობლემას ქმნის და მე მეცაც გეტყვით უფრო მეტი მოსალოდნელია ხოლმე რომ პრობლემა შექმნას რა მიმართულებით თუ ჩვენ პავლე მოციქულის ამ სიტყვებს იმავე ხარისხით და იმავე კონტექსტში გადმოვიტანთ როგორც იქ არის ნათქვამი უკვე არასწორია ხო იმიტომ რომ იქ დიახ ეს არის დასაწყისი პერიოდი იქ წარმართი არის უკვე მაგალითად შეიძლება ასეთი უდნავი გადახვევა იყოს, მაგრამ ამავე პავლე მოციქულის სიტყვებს, როდესაც კორინთელთა ეპისტოლეში საუბრობს, რომ ცოლინო განეშორება თავის ქმარს, თუ მას ათნო უჩნდეს მის თანაყოფაი და შეიძლება ეს ვიღაცამ შერეული ქორწინებად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვა კონტექსტია. ანუ შერეული ქორწინება არის, როდესაც ორი ადამიანი სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის და ისინი ახლა იწყებენ ერთმანეთთან ურთიერთობას და შესაბამისად გვირგვინდება ქორწინებით, ხოლო პავლე მოციქული გვესაუბრება უკვე არსებულ ოჯახზე ორივე რო ერთი მიმართულების იყო, ამ შემთხვევაში ორივე წარმართი რომ იყო, უკვე ოჯახი, უკვე შვილებიც რომ ყავდა და ერთ-ერთი მოექცევა მე სარწმუნოებას. ახლა აქ ისევ აქ გადმოვიდეთ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმავე ხარისხით გადმოტანა დღევანდელობაში, არც სრულად გაუქმება, მაგრამ იმავე ხარისხით გადმოტანა რა ხარისხითაც ახლა იქ პავლე საუბრობს. მე წეგან თქვი რომ უფრო უარესაც ვიტყვი მეთქი, პირიქით რაც უფრო მოსალოდნელი არ იყო, პირიქით შემხედრია, პირადად მე თანამედროვე ცხოვრებაში მქონია შემთხვევა, რომ გამკვირვებია კიდეც. უთქვამთ, რომ ახლაც დღევანდელობაშიც უნდა მოვითხოვოთ ისევე უпростоრად გასწრაფად შემიშალა ახლა კი არ უნდა მოვითხოვოთ ეს პირველი შემთხვევა იმ ეპოქაშიც უნდა მოგვეთხოვა ისევე როგორც ახლა გვაქვს ახლა აქსიომაა ხო ახლა ერთი ინფორმაციის უფრო მეტი საშუალებაა სიტყვაზე ისევ და ისევ ჯულთან ჭეშმარიტ ჯულთან ურთიერთობა თითქმის არ არსებობს ადამიანი ბოლომდე ხას უნდა გადაუსვეთ შეიძლება კიდევ არსებობდეს მაგრამ ორ შემთხვევაში ძალიან ნაკლებად არის შესაძლებელი არსებობდეს ადამიანი არსებობდეს ჯგუფი რომელსაც არ კონდეს ცოდნითი წვდომა რა ან შესაძლებლობაც კი მაგრამ და შესაბამისად მოითხოვება ხოლმე რა აი რადგანაც ის წარმართი იყო ნებისმიერ შემთხვევაში ის გარეთ დგება საღვთო წიაღისგან აი ეს იყო გამოუგნებელი იმიტომ რომ პავლე მოციქული ხო კიდევ ამბობთ პირდაპირ ამბობს აი იმას რომელსაც არ ჰქონდა ეს დაწერილი ჯული მაგრამ აი ეს სიტყვებს არ ვაქცევთ ხოლმე ხშირად ყურადღებას ისინი თავისა თვისისა მიმართვის ჯულ არიან აი ეს არის საინტერესო ნახეთ პავლე არ ამბობს რომ ჯულის გარეშე არიან წარმართები უბრალოდ ყურადღებას ამახვილებს დაწერილი ჯული არ ჰქონდათ მათ ეს ჯული შინაარსობრივ რამდენიმე რამეს აღნიშნავდა მათ შორის ერთ-ერთი და ამ წუთას რაც გვჭირდება ჩვენ ეს არის მოსეს კანონთა კრებული რა თქმა უნდა ახლა იმ ხალხს ამაზე აქ საუბარი იმაზე კი არ არის რომ მოდი აი არცოდნა არცოდვა და არ ეცოდნენ არა ვერც ეცოდინებოდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ისრაელიანელობა ზოგადად და იუდაური რელიგიას კარჩაკეტილი იყო არც კი ცდილობდნენ ამაზე რამდენჯერ ამხელს ღმერთი და ზოგადად იქ არც კი არსებობდა სურვილიც კი არ ჰქონდათ იუდეველებს რომ საერთოდ სხვაგან წასულიყვნენ და ეკადაგად კი არა აქეთაც რომ პროზელიტებსაც კი პროზელიტები რომლებიც იყვნენ არაიუდეველები და მოქცეუნი იმათაც კი აი მაინც როგორც უცხოებს ყოველთვის როგორც უცხოებს ისე უყურებდნენ და არც კი სურდათ რომ ბოლომდე თანაზიარნი გაეხადათ ანუ ფიზიკურად აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას ფიზიკურად შეუძლებელია დაუშვათ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში მცხოვრები ბერძენი ან ნებისმიერი წარმართი თანაზიარი ყოფილიყო სცოდნოდა მოსეს ჯული
არის ხოლმე მაგალითად კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს პლატონზე და დიდ ფილოსოფოსებზე რომ ისინი იცნობდნენ ჯერ ხო ისიც ცოტა არ არის ბოლომდე დაზუსტებული მაგრამ ესეც რომ ისინი იცნობდნენ არის კიდე მათი მაღალი ერუდიციის შედეგი ანუ ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ იყო ეს არის იმის მიზეზიც არის ალბათ რომ ახლა ფილოსოფოსები ბერძენი ფილოსოფოსების გულისხმობ ანუ ანტიკური ძალიან დაინტერესებული იყვნენ უცხო სწავლებით ანუ ახალის და ამიტომ რადგან ხდებოდა მებრალთა გადასახლებები იმ პერიოდში აუცილებლად ეცნობოდნენ კლიმენტი ალექსანდრიელი ხო აქედან გამომდინარე მსჯელობს რომ აშკარად აქედან იცოდნენ რომ მათ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნა აქედან მიიღესო და ძალიან ლოგიკური აზრია და თან ალბათ მას ჰქონდა ამის შესახებ რაღაც გარკვეული ინფორმაცია რადგან ამას წერს. კი, რასაკვირველია თან ხო, როდესაც მათ ნაწერებში აშკარად გავლენა დავარქვათ თუ ყვალი ისახებოდა, ამაზე მაგალითად იგივე წმინდა ივანე დამასკელი კონკრეტულად ამას საპასუხოდ კი არა, მაგრამ ზოგადად წარმართულ ფილოსოფიაზე იმასაც ამბობს, რომ ეს არის საერთო ღმერთის მიერ ჩადებული საერთო ჭეშმარიტება, ხო, რომელიც გაბნეული იყო სხვა კუთხით და აი მოხდა მათი კავშირი, არა პირდაპირ რომ იქით საიდან მე ამოიკითხა წარმართმა, მაგრამ ესე ორივე დასაშვებია ლოგიკური გონების საფუძველზე მისვლა ჭეშმარიტებასთან ახლოს, რაც ეს ლოგიკური გონებაც, ანუ აზროვნებაც ღვთის ნიჭია, ხო ღვთისგან მიცემული ადამიანს აქედან გამომდინარე აქაც ღმერთი მოქმედებს თუ ამ გაგებით ასე ვთქვათ. აი გავაგრძელოთ ახლა, ანუ თავის ჯულნი არიან. რას ნიშნავს ახლა პავლე მოციქული სხვა რამესთან მიმართებით მართალი არის ჯულთან, მაგრამ ჯულის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მაგალითად ავიღოთ წინა დაცვეთა. წინა დაცვეთაზე ასეთ რაღაცას ამბობს, რომ წინა დაუცვეთელი ხორცით თუ ჯულს აღასრულებს, მისი წინა დაუცვეთელობა, წინა დაცვეთილება შეირაცხება. მართალია ეს სიტყვები იუდეველისთვის საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ ეს სიტყვები არის რეალური. აი ჯულთან კავშირში აღმოჩნდა რომ ჯულის შინაარსი რა ყოფილა. ღმერთის მიერ მოცემული მცნება, კონკრეტული რაღაცა მცნება, რომლის შესრულებაც არის აუცილებელი, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ამას რა ფორმით იქნება ამის აღსრულება, აი ეს განსხვავებაა უკვე წარმართსა და იუდეველს შორის. უბრალოდ პავლე გვეუბნება, რომ იუდეველს უწერია, გადაშლის პირობითად და ამოიკითხავს, მაგრამ ეს წარმართს არ აქვს, ვერ გადაშლის და ვერ ამოიკითხავს, მაგრამ შინაგანი მზაობა, შინაგანი, ასე ვთქვათ, რაღაც ნაწილია ჩადებული, რა თქმა უნდა, იმავე ღმერთისგანვე. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის შინაგანად სინდისისეულადაც ღმერთმა ჩადოდა, დაწერითაც ღმერთის კარნახით ხდება, ხო, ანუ წყარო ერთი და იგივეა. აქედანაც შეგვიძლია ჩვენ ამოვიდეთ. სხვადასხვა წყარო კი არა გვაქვს. წარმართის და ისრაელიანელის შემთხვევაში სხვადასხვა გვაქვს ფორმა, გამოვლინებითი ფორმა. მას სხვაგვარად ეუწყა, იმას სხვაგვარად ეუწყა. ანტონი დიდის მაგალითი ხშირად მოყავს ხოლმე, ხო, როდესაც ის ორი ფილოსოფოსი მიდის და გაკვირვებულები რო ეკითხებიან, შენ წერა-კითხვა არ იციო და საიდანო ამხელა სიბრძნეო და რას პასუხობს ანტონი დიდი? რა ირისა მიზეზია არის წიგნი? გონებისაი თუ გონება წიგნისაი? ანუ წყარო ორივე შემთხვევაში, წიგნიერის შემთხვევაშიც და არაწიგნიერის შემთხვევაშიც რა არის გონება? თუ ის ინტელექტუალია, არაწიგნიერი ამ შემთხვევაში, ხო? ანუ გულისხმობთ, რომ საშუალება არ მისცემია მას. აქაც საშუალება რომ არ მისცემია, თქვათ, იგივე ეპოქა იყო, წერა-კითხვა არ ამაზეა საუბარი, ხო? მაგრამ ორივე შემთხვევაში წყარო იმან ამოიკითხა პირობითად ჰომეროსი წაიკითხა, გადაიკითხა და ამუშავა და ეს ცოდნა მიიღო, ამან იმავე რაც ჰომეროსმა თავიდან საიდან წაიკითხა. არ საიდან ხო? მისი გონების ناقოფია ეს რაც დაწერა, რომლითაც სარგებლობდნენ მე. აი ეს არის წყარო ორივე შემთხვევაში ჯულთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქაც ღმერთმა ჩადო, ის სხვა გზით კი არ აქვს ეს მიღებული. ამიტომ ამას პავლე მოციქული რომ თავისა მიმართ ჯულ არიან. და საინტერესოა აი წყარო რომ კიდე კარგი გასაგები რომ იყოს, რა არის სინდისი თვითონ? სინდისი, ეს არის ბერძნული სიტყვა, უთარგმნელად გადმოსული, რომელიც ზმნური ფორმით სრულად აი კლასიკური ბერძნულით რო გავაჟღეროთ, ასე არის. სინ ეიდესის. ეს არის აშკარად კომპოზიტი, სინ თანაობას უკავშირდება რაღაცასთან ერთად რო კეთდება, ეიდესის. ეიდესის არის ზმნური ფორმა, მისი არის ეიდო ზმნა. ეიდო არის ხედავ, ოღონდ ეს არ არის უბრალოდ ხედვა, აი, თქვათ მე გავიხედე სადმე და რაღაც დავინახე კონკრეტული და ნუ ეს ჩვეულებრივი ან თვალისმიერი ხედვა არ არის. ეიდო ბერძნულს აქვს იმის აღნიშნული ბლეპო მაგალითად სიტყვა, აი გავიხედე სადმე და დავინახე რაღაც და მე შემიძლია გამოვიყენო ეს ზმნა, აი, ეგო ბლეპო მაგალითად მე ვხედავ რაღაცას. მაგრამ ეიდო არის არა უბრალოდ თვალით ხილვა, არამედ ასე ქართულშიც გადმოდის ხოლმე ასე, განხილვა.
ანუ შემეცნება იმის. ახლა გადმოვიტანოთ სინდისი რა არის? სინდისი არის თანაშემეცნება, თანაგანხილვა ვიღაცასთან. ვისთან ეს არის საინტერესო, ხო? აი ღმერთთან თანაგანმხილველობა. იმიტომაც არის ეს სინდისი შეუმცდარია. ესეც ღმერთისგან არის მოცემული ჩემში ეს უნარი, რომ მე ღმერთთან ერთად თანაგანმცდელობა მქონდეს, თანაშემეცნება მქონდეს და ამ თანაშემეცნების გზით მე შემიძლია სრულიად წიგნის გარეშეც კი მივიახლო რაღაც ჭეშმარიტებას. ოღონდ ახლა ნუ ბუნებრივია ახლა აქ ხას არ უსვათ რომ წიგნი არ არის საჭირო და წიგნიერება ბუნებრივია ახლა არ სჭირდება ამას განმარტება, ხო? უბრალოდ ჩვენ საუბრობთ რომ ორივე მხრივ ორივე შემთხვევაში წყარო არის ერთი, უბრალოდ იქ ღმერთმა ჩააწერინა, ამასაც სხვათა შორის თავისი მნიშვნელობა რატო ქონდა ახლა? სჯულის არსებობა, აი პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს. რა უწყი ესე რამე თუ მართალსა სჯულ არა უც. ეს სიტყვები, ახლა რას ნიშნავს? სჯული არ სჭირდება ასე ვთქვათ, ხო? რას ნიშნავს ეს სიტყვები, რომ არ უნდა შეასრულოს სჯული, სჯული როგორ არ უნდა შეასრულოს საფრთხო დადგენილება. არ სჭირდება მითითება, ის ასრულებს თავის სჯულს. ანუ მითითება, შეხსენება, გადაშლა, ვიღაც აი ეს ნახე არ სჭირდება. ამას გულისხმობს პავლე მოციქული. ის თავის მიმართ არის სჯული, თვითონ აღასრულებს. მე ხშირად მოყავს ხოლმე მაგალითად ავიღოთ დიდი მოღვაწე, ახლა მოსე ავიღოთ, ხო? მოსეს ხელით იქნა ჩაწერილი სჯული. მოსეს არ სჭირდება იქ, იმიტომ კი არა რომ მოსეს შეუძლია რომ დაარღვიოს, არა, მოსეს შეუძლია კი არა, პირიქით დიდ ადამიანს კიდე უფრო მეტად არ შეუძლია, რა თქმა უნდა, არა. ისედაც იცავს იმის გარეშეც, იმ ჩაწერილის გარეშეც იცავდა ამას, ხო? აი ეს არის. სხვათა შორის პავლე ესევე პავლე მოციქულთან გამოყოფილია ფორმებიც კი, აი მაგალითად რომ მოვიყვანოთ სხვათა შორის ერთ-ერთი ცნება სჯულის აკრძალვა. ძველი აღთქმის ახალ მოსიახსენეთ, ასე ვთქვათ. დაწერილი იყო ხალხისთვის, მაგალითად ისეთი ადამიანი, ვინც მოპარავდა მეზობელს, ან მოუკლავდა ხარს, პირუტყვს და მისთვის სასჯელი. და ადამიანი ამ სასჯელის შიშით და ცნების აღსრულების ამას არ გააკეთებდა. მოსე ისედაც არ მოპარავდა, ხო ასე ვთქვათ. ამას გულისხმობს მართალს არ სჭირდება. ხო, ანუ ეს კი არა რომ არ იცავს, იმიტომ რომ აკრძალვა შიში არ სჭირდება ამისთვის უკვე. იმიტომ რომ სჯული აი კარგად გავიხსენეთ ისევე პავლეს ტერმინებით, მაინც ინტერესისთვის, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება მაყურებელი მას თქვას, რომ ეს პავლე არის უნიკალური მოვლენა, რომელიც როგორც ტერმინოლოგიურადაც რაც ყველაზე არსებითია. რა თქმა უნდა, შინაარსობრივად, სჯულდებითად ყველაფერი საუკეთესოდ, მაგრამ ტერმინოლოგიურადაც გამორჩეულია პავლე მოციქული, თამამად ვიტყვი სხვა მოციქულებისგანაც კი. ასეთი ახსნები მაგალითად ტერმინოლოგიური ჩვენ არ გვხვდება სხვა წიგნებში. იმავე მოციქულებისგან დაწერილი, თქვა თუნდაც ეპისტოლეებში არ გვხვდება ჩვენ. აქ აი ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ტერმინ შემოქმედებითობაც კი დავინახოთ პავლესთან. სჯულს უწოდებს გარკვეულწილად აღვირს. რა არის ახლა ეს აღვირი? ახლა მოსეზე ალბათ ბოდიშ გაგაწყვეტა ეს იმანაც განაპირობა, თუმცა წმინდა პავლე მოციქულზე ვსაუბრობთ, რომ ყველა მოციქულს განსხვავებული ნიჭები აქვს. ღმერთი ნიჭს აძლევს, რა თქმა უნდა, ახლა ეს ნიჭები როცა ვსაუბრობთ, ისეთ ნიჭებზე ვსაუბრობთ, რაც საღვთო ნიჭები არის. მიეცა თავისი წინარე ცხოვრებიდან, ხასიათიდანაც კი ღმერთი ყველაფერს ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე. რადგან პავლე მოციქული ფარისეველი იყო მანამდე და განსწავლული ზედმიწევნის სჯულში, მისი ეპისტოლეები განსხვავდება. თან ძალიან ბევრი შემოგრჩა, ყველაზე მეტი წიგნი პავლე მოციქულის არის და აქედან გამომდინარე ვსაუბრობთ, რომ ძალიან გამორჩეულია. სხვა მოციქულს სხვა რა თქმა უნდა მადლია ეს არ სულაც არ ნიშნავს რომელიმეს დაკნინებას რა თქმა უნდა მაყურებლისთვის ვამბობთ უბრალოდ ამახვილებ ყურადღებას რომ რაღაცა კომენტარებს კოლიოებს უკეთებდი უბრალოდ მეტი უბრალოდ ხო იმიტომ გავუსვით ხაზი რა ტერმინოლოგიური დახვეწაშია ეს მოციქულებში კი არა მოდი ჩვენი რეალობა ვთქვათ უბრწყინვალესი ეპოქები უბრწყინვალესი უდიდესი ადამიანები ხო ავიღოთ ათონამდელი პერიოდის მოღვაწეები აქ უკვე სალიტერატურო მოღვაწეებს გულისხმობ თაწმინდელები რა დღეს გიორგი თაწმინდელი იქნება მანამდე ეფთიმე თაწმინდელი მე მოდი უკვე ეფრემი ხო მათ შორის აი ეს განსხვავება რა ისევ და ისევ ეპოქის გათვალისწინებით იხვეწებოდა მთელი რიგი და ამ დახვეწაში ტერმინოლოგია იყო გადამწყვეტი ტერმინოლოგიურ დახვეწას და აი აქ არის ხო ახლა პავლესთან ერთი არის შეუძლია გიბად სულიწმინდის მადლით ყველა შეუძლია რასაკვირველია მაგრამ ამ თავადაც შეუძლია სწორად ბრძანეთ განსწავლულია ის ჯულში ფარისეველია რაბინულ სკოლაში გამოვლიერია და ყველა დეტალი და ისიც კი იცის იუდეველებს როდესაც მიმართავს რა უნდა თქვას ან რა ტერმინი უნდა გამოიყენოს რომელიც მათთვის ნიშნეული იქნება ზოგადად შეიძლება რაღაც ნეუბრიობაზე ვისაუბროთ მაგრამ არა კონკრეტულად რა არის მათთვის ნიშნეული და სად არის ის წერტილი რომელიც მათ გონებას აღწევს პავლე ამას უწოდებს აღვირს სჯულს
ახლა ნახეთ, აი ისევ აღვირდა მოსესთან გადავიდეთ. აი სწორად დაუკავშირეთ თქვენ რომ იმ ადამიანებს რომლებიც ისეც მიდრეკილნი იყვნენ ცოდვისკენ სჭირდება აღვირი დაშინება გარკვეულწილად რომ ეს არ გააკეთო ჩვენ ხშირად აღვინიშნავს და კიდე გავიმეორეთ კბილი საწილი ამაზე იყო დაფუძნებული არ გაბედო არ მოკლა თორემ აშინებს თორემ შენს მოკვდები მოსეს ეს აღვირი არ სჭირდება რომ მოსე თავის აღვირი თავად არის ამაზე ვსაუბრობთ რომ კიდე ერთხელ ხაზს გაუსვე იმიტომ არა რომ თქვათ მოსე სულ ერთია შეასრულებს თუ არა ჯულს ზოგმა შეიძლება ასე აღიქვას ხო ეს მოვლენა რადგან დიდი ადამიანი რა მოხდა რომ არ შეასრულოს პირიქით იმანი ამ სიდიდეს ამით მიაღწია რომ ჯულს ასრულებდა და ეს სიდიდე რომ არ დაკარგოს და კიდე განავითაროს კიდე უფრო მეტად და კიდე უფრო წვრილმანად წმინდა მამები ხშირად არის ხოლმე აი პატერი კულტხრობებშიც და ისედაც ხედავთ აი განსაკუთრებულად ასკეტი მამები რომ ისე წვრილმანებს ხედავდნენ უკვე საკუთარ თავში შეიძლება ჩვენ ღიმილი მოგვაროს საერო ცხოვრებაში გულისხმობ რომ ამას როგორ შეიძლება ჩვენ არათუ არ მივაქცევით ყურადღებას რომს მიგვაქცევინო ეს რა არის ისინი რატო ახლა რა არის ეს რამეს თავს ძალას ატანენ უკვე მათი მხედველობა რა თქმა უნდა დიდი სიმაღლიდან განსხვავებულია აი ეგ არის თორე იმავე მიმართულებით მიდიან იგივე ჯული როცა ვთქვით დიახ გულისხმეთ ეს რომ საკვირველია ისინი დგებიან მაღლა იმიტომ კი რომ ისინი გვერდზე წევენ ამ ჯულს თავად უკვე ამ ჯულის აღმასრულებელი ბუნებრივი არიან. აი სწორედაც ეს ქონდა ხედველობაში პავლე მოციქულს, როდესაც ამ სინდისისეულ, ანუ ბუნებით ჯულზე საუბრობდა. ეს სინდისისთან დაკავშირებით ზეგან ვახსენეთ და წარმართნი ზეგან ისჯებიან პავლე მოციქულის სიტყვების ამებრანო სინდისით. ერთ-ერთი ამ თემაზე ადრე მითოდა დამეწერა და დავიწყე რამდენიმე ათეული გვერდი დავწერე მე გავანები მივხვდი რომ ისედაც ბევრია ნამსჯელი და დაწერილი და ზედმეტი იყო უბრალოდ ერთ-ერთი მამა ვერ ვიხსენებ ახლა რომელი მე-4 საუკუნეში წერს რომ დღესო უკვე თითქმისო თუ რომელიმე ქვეყანა არ არისო გაქრისტიანებულიო ან რომის იმპერიაში და ესე ვთქვათ მაშინ ქრისტიანობა უკვე მე-4 საუკუნეში ყველგან ხდება ქრისტიანული სახელმწიფო რელიგია ასე ვთქვათ მეზობელი ქვეყანა მაინც ყავს ქრისტიანობა დღეს თითქმის ყველას აქვს საშუალება რომ გაიცნოს ქრისტიანობა ესე იგი მიიღოსო ამ სიტყვებთან დაკავშირებით ამბობს აი ამ კომენტარს და თუ კი მაშინ ამას ამბობს დღეს უფრო მეტად რა თქმა უნდა ინტერნეტის საშუალებით ტელევიზიით და ასე შემდეგ უფრო მეტად დიდი საშუალება დღეს თანამედროვე საზოგადოებაში ან მესიანო ეკლესიას მეტი საშუალება კი ქადაგოს ერთი ქვეყნიდან მეორაშიც კი ესე იგი ინტერნეტის საშუალებით და ასე შემდეგ ეს კიდევ სხვა თემა ალბათ შეიძლება სხვა დროს კიდე ცალკე განვიხილოთ მინდა დაუბრუნდეთ თემას ისევ აი ჯულს და პავლე მოციქული გარდა ამისა სხვაგან ბევრს წერს რა თქმა უნდა ძველი და ახალი ქმრის ურთიერთმიმართებას მაგრამ ჯულის რაობის შესახებ ისევ პავლე მოციქულს რო დავაყნოთ აი ამის შესახებ გავმარტოთ კიდევ ერთხელ ჯულის როგორც ცოდვის გამომცნობი ანუ ამ ჯულის მეშვეობით ცოდვის გამოცნობის შესახებ რო ვისაუბროთ აი ამის მიზანს ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ჯულის დაწესება და ამიტომ ერთ-ერთ თავარ მიზანსთან წეგანას აღნიშნეთ ისევ რომ პავლე ტერმინებს ქმნის და კონკრეტულ სახელს არქმევს. აი მასთან არის სწორედაც ერთ-ერთი ყველაზე რთული ადგილი პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეშიც განსაკუთრებით თვითონ რომაელთა მიმართ ეპისტოლეც რთულია არის მე-7 თავი, სადაც ჯულს წარმოადგენს ცოტა განსხვავებული ფორმით, მეცაც ვიტყვი. შეუიარაღებელი თვალით რომ ამოვიკითხოთ ეს ან ვიფიქრებ რომ აქ რაღაც სხვა რამ წერია რომელსაც მე არ უნდა ვკითხულობდე ან ძალიან დიდი ბუნდოვანება შეიძლება წარმოიქმნას. რას გულისხმობთ ახლა კონკრეტულად? პავლე მოციქული ასეთ რაღაცას ამბობს რომ დასვა საკითხი ეს ჩვეოდა მას მანამდე ჯულის მიერ გათავისუფლებაზე საუბრობს პავლე მოციქული და მაგალითიც მოყავს აი ამ თავში რომ ვიდრე ის მაგალითად ცოლისა და ქმრის შემთხვევით ვიდრე ცოლი ქმრის დაქვემდებარებაში ქორწინებით დაქვემდებარებაზე აქ საუბარი ის შეზღუდულია ხოლო თუ კი ეს ამის დარღვევა მოხდება ის თავისუფალია და გადმოაქვს ჯულთან მიმართებით და ბოლოს შეკითხვა დასვა აი რა უნდა ვთქვათ ჯულზე რა არის ცოდვა ბოროტებაა ჯული და ასეთ სიტყვებს ამბობს რომ ჯულისგან გამოვიცანი მე ცოდვას ჯულის მეშვეობით და მეტიც მანამდე ცოდვა არ იყო არ ვიცოდი ვიდრე ჯული მოეცემოდა აი მაგალითად არ ვიცოდი მე რომ გული მithქვამდა თუ კი არ მეტყოდა ჯული რომ არა გული გული გithქვამ ეს ცოტა რთულია მით უმეტეს მისი გაგრძელება პავლე მოციქული ასეთ რაღაცას გვეუბნება რომ ვიდრე ჯულის მოცემამდე ის მკვდარი იყო ცოდვა
აი მკვდარს განმარტავთ აუცილებლად რა იგულისხმება და როდესაც ეს ჯული მოეცა სამყაროს განცოცხლდა ცოდვა მოვიდა ჩემში და მაცოდინა ჯერასტრამეს ამბობს და შემდგომ მომკლა მე ბუნებრივია ახლა წეგან იმიტომ ვთქვი რომ თუ ახლა ამას ესე ვკითხულობთ შეიძლება გამიშდეს ერთი მარტივი დასკვნა რატომ მომცა ღმერთმა თუ ასეთი ასე ვთქვათ ბრჭყალებში უბედურება უნდა დაეტრიალებინა ამ ჯულს იმიტომ რომ თუ პავლე მეუბნება რომ არ იყოს ჯული და ცოდვა მკვდარი იყო და ცოდვა არ ვიცოდი აგერ მოვიდა ჯული და დაიწყო მთელი პროცესია რა დაიწყო აგერ გავიგე და თან დავისაჯე გარკვეულწილად ესეც ითქმის თითქოს რომ მანამდე სხვათა შორის მაცხოვარი ეუბნება ფარისეველს თუ გახსოვთ უკვე თუმცა არ მოვიდოდა ვეტყოდი მათ ცოდვა იმცა არა აქონდა აი და ხო სხვაგან ამბობს კიდევ ნინეველები იქნებიან რომ მათი გამსჯელი ესე ვთქვათ ხო ეს ინტერპრეტაციას ვაკეთებ ნინეველებს რომელსაც ჭეშმარიტის ჯული არ ქონდეთ მაგრამ შეინანეს ისინი მეორად მოსვლის ჟამსო ამ კონტექსტში ამბობს ისინი უფრო ესე ვთქვათ იქნებიან მათი ესე ვთქვათ მამხილებენი დიახ აი ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ რა ხდება კიდევ მით უმეტეს ადამიანის გონება მიდრეკილია ყოველთვის საერთოდ ხვისკენ გადაბრალება და მით უმეტეს როდესაც ეს სხვა შეიძლება ღმერთი იყოს ძალიან მარტივი ყველაზე მეტად ალბათ ადამიანს და თქვენ უკეთ მოგეხსენებათ სასულიერო პირი ხართ რამდენი აღსაება მოგისმენიათ და ყველაზე მეტად რაც უადვილდება ზოგადად ადამიანს ეს არის სხვაზე გადაბრალება ეს არის ყველაზე ადვილი რაღაც და ნუ მით უმეტეს ღმერთზე აი დავიწყოთ ადამიანმა ამით დაიწყო რომ შე რო დედაკაცი მომგვარე მარმაცდუნა მოძიება სხვაგან ის კი არა რომ მე ვწუნდი არამედ მარმაცდუნა და ასე შემდგომ აი ახლა ვიღაცამ შეიძლება დააბრალოს ისევ ღმერთს რომ რატომ მომცა ღმერთმა ეს ჯული თუ კი განწირული ვიყავ იმის რომ მანამდე ყოფილი არ მოეცა და ვიქნებოდ ახლა რას ნიშნავს და როგორ განმარტავენ აქ უკვე საეკლესიო მოძღვრები გვჭირდება იმიტომ რომ მართლაც მხოლოდ პავლე მოციქულისგან ეს ამის გაგება გაგვიჭირდეს შეიძლება მიუხედავად იმისა რომ თუმცა იმავე პავლე მოციქულთან ძალიან კარგად ჩანს მაგრამ აი შეიძლება გაუჭირდეს ადამიანს დაკავშირება ზოგიერთი განმარტებელი ამ კუდრობაში გულისხმობს მიძინებას არ უნდა იყოს ბოლომდე ზუსტი ეს მიძინება მიძინებული კი არა გამოუვლენელი შეიძლება ამ კონტექსტით აღვიქვათ ანუ გამოუვლენელი მდგომარეობა მართალიც არის ხომ ახლა თუ ჩვენ კონკრეტულ სახელს არ დავარქმევთ რაღაცას არ გვეცოდინება რომ ის პრობლემაა როგორ აი მაგალითად წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს რომ პრობლემა რა იყო ადამიანი მაინც სწოდავდა ეს არ ნიშნავს იმას რომ არ სწოდავდა უბრალოდ არ იცოდა რომ ამას აკეთებდა და ჯული ფაქტობრივად ყოფილა არა ცუდი პირიქით, არამედ ყოფილა რა? კარგი. საშუალება იმისა, რომ მე გავიგო რომ თურმე ვაშავებ. აი არის ხო ყოფით ცხოვრებაშიც და ნებისმიერ ეპოქაში ასეთ რაღაცა რომ შეიძლება ადამიანი ისე ჩადის დანაშაულს, რომ არც კი იცის, რომ ეს დანაშაულია. რამდენია, ავიღოთ არ დავამძიმოთ საქმე, ბავშვების შემთხვევაში, შვილების შემთხვევაში, ხო ბევრმა მოზარდმა, მანამდეც კიდე არ იცის რომ აშავებს. აი მშობლის როლი აქ ძალიან დიდია, ხო? ზოგჯერ სიმკაცრეც კი უწევს მშობელს, რატომ? თუ არ აცოდინა, პირიქით, ცოდნა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგმული, როდესაც მე შევეცდები შემდგომ საკითხი მოვაგვარო. თუ არ ვიცი რომ ეს დანაშაულია, საკითხს ვერასდროს ვერ მოვაგვარებ. იმიტომ რომ ახლა რატომ უნდა გამიჩნდეს იმის საწინააღმდეგოდ მოქცევის სურვილი? თუ მეგონება რომ ის არაფერი კარგია ჩვეულებრივად, ხო? ჯული ყოფილა რა, აი სწორედაც აი ამ საეკლესიო მოძღვრების შეფასებით რომ ჯულმა მე გამომიყვანა სინამდვილეში იმ სიმღერად, იმიტომ რომ მე ცოდვის ყველაფერში ვიყავი, მე აღმოჩნდებოდა რომ აბა მე დაბრალება ღმერთისადმი, მე გვენახა, იმიტომ რომ ბოლოს წარდგებოდი სამშობლოს და განვისჯებოდი მე ამის გამო და გაკვირვებული დავრჩებოდი, რომ არ ვიცოდი მე ეს. აი სწორედაც ანუ უფრო დიდი წყალობა მოავლინა ღმერთმა, როდესაც თორე კი მართალია, ეს სიტყვების, როდესაც უკვე თუ არ მოვიდოდი და მეტყოდი მათ ცოდვებს არა აქ უნდა, ეს არა აქ უნდა, ის კი არა, ისინი უცოდველები იქნებოდნენ, ამ გაგებით კი არა. ანუ არ ეცოდინებოდათ მათ და შესაბამისად თავის გამართლების საშუალებაც ექნებოდათ. ჩვენ სხვა გადაცემაში აგვინიშნავს, რომ ქრისტეს მოსვლის ზნეობრივი მნიშვნელობა ესაც იყო, რომ გაეგებინებინა იუდეველისთვის, ანუ ემხილებინა და ზოგადად ადამიანისთვის როგორია სწორად ცხოვრება, რა? და თუ არ მიუთითებდა, მითითებული კი ქონდათ ისედაც ისრაელიანებს რასაკვირველია და არა მხოლოდ ისრაელიანებს ისევ პავლე მოციქული გავიხსენოთ, ნებისმიერ წარმართსაც, ხო აი ბუნებითი ისევ ჯულის მეშვეობით და ზოგადად ბუნებითი დაკვირვებულების მეშვეობით, მაგრამ მაინც ხო არის კიდე ვიღაცისგან ყურადღების გამახვილება, ეს უფრო მოქმედია. აი ამას გულისხმობს, რომ თუ არ მოვიდოდი და ვეტყოდი, მას შეეძლო თავი გაემართლებინათ, რომ აი როგორც მაგალითად
რატომ არის საეკლესიო მოძღვრები ასეთ რამეს ამბობენ რომ რატომ მიდის ნაზარეთში ქრისტე იცის რომ არ შეიწყნარებენ თავადაც ამბობს ხო წინასწარმეტყველი არც ერთ წინასწარმეტყველი შეწყნარებულია თავის ქალაქში არ არის იცის ქრისტემ რომ მივა და არ შეიწყნარებენ მაგრამ სათქმელი რომ არ დაუტოვოს რომ ჩვენთან არ მოვიდე ჩვენიანიო რომ მოსულიყო ჩვენ შევიმეცნებდით თუ იგივე შეგვიძლია თქვა მოგვების საკითხი მოგვები ძალიან კარგად იცის ღმერთმა რომ ამ შემთხვევაში პირიქით ამას შეიძლება რაღაცა კუთხით უფრო დამამძიმებელი გარემოებას მოყვეს ხო არ მიიღებენ თუმცა თლადმასიც არ არის საქმე იქ ვინც მოისმინა რაღაც ნაწილმა მაინც მიიღო მაგრამ მოგვებმა ჩაიტანეს ინფორმაცია შეეძლოთ მათ ხშირად ვამბობ მე ამას რომ ბეთლემში ისე მისულიყო რომ იერუსალიმი არ გაევლოთ არ შესულიყვნენ იერუსალიმში პირდაპირ ბეთლემში ჩასულიყვნენ მაგრამ არა ჯერ მოხდა მათი შესვლა შეძღოლა იერუსალიმში რატომ რომ არ თქვას მერე მთელმა ისრაელმა რომ ჩვენ არ ვიცოდით ამის დაბადების შესახებ თორე ხომ მივიღებდით აი ეს არ უნდა დაუტოვოს ანუ ჯული ერთი შეხედეთ ახლა როგორც მაგალითად წეღარო თქვი ჩობლის შემთხვევა ხო შულს კი არ სიამოვნებს რომ შობელი კაცრად მიმართავს მაგრამ ეს ხომ აუცილებელია სხვა შემთხვევაში პირიქით უფრო დაიღუპება შვილი აი ეს არის რომ ჯული არის ჩემთვის საშუალება იმისა, აი ეს არ გაკეთდეს, ის უნდა გაკეთდეს, რომ მე ვიცოდე როგორია სწორი მიმართულება, როგორია მართალი ადამიანი და როგორია არამართალი ადამიანი. ეს თუ არ მექნება, მე მივიდრიკები ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ მატერიალური არსება ვარ და ნებისმიერ შემთხვევაში ქვედამზიდველი გრძნობები მაქვს და ყოველთვის ვიქნები იქითკენ მიდრეკილი და ვიღაცამ თუ არ შემაჩერა. ხანდახან ვიღაცამ თუ აი მართლაც არ მომზიდა უკან და არ მითხრა რას ჩადი ეს ნებისმიერ შემთხვევაში უფსკრულისკენ გადაჭეხვა იქნება. ამიტომაც ამას გულისხმობს სწორედაც პავლე მოციქული რომ მე მომკლა რა. აი ამაში დამტვირთვა მე. რადაშორის ისევ წმინდა იოანე ოქროპიანოს დაამძიმა ჯულმა საზოგადოების ცხოვრება. დაამძიმა, ოღონდ რა გაგებით? მანამდე გაშვებული იყო ეს ყველაფერი. ყველა გაუკონტროლებლად არავინ არც იცოდა ზოგმა შეიძლება თქვა ჯულის მიხედვით მაგრამ ყურადღება აღარ ექცეოდა ამას იმდენად გაუკონტროლებელი იყო ხოლო როდესაც დაისვა საკითხი და ამიტომ სხვათაშორის ყველა ეპოქაში ჯული არსებობდა და ჯულის გარეშე ადამიანი დაემსგავსება წყემსის გარეშე დარჩენილ ფარას იმიტომ რომ მიეშვება და ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება მისი შემოbrunება შემდგომ და ამიტომაც არ აქვს ჯულს არანაირი დრო არ არსებობს ასეთ რაღაცა. შეიძლება უნდა გავუსვათ ხაზი რომ შეიძლება კონკრეტულ ეპოქაში მოხდეს მაგალითად ცვლილება აი ამ ჯულის აღსრულების ფორმებისა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რაც არის მცნება. მცნება არის აი ბრძანება მაგალითად ღვთისგან და ცოტა ფორმა გარკვეულწილად როგორ უნდა მივიდე მე ამასთან. რა თქმა უნდა ყველა ეპოქას და მეტიც ყველა ეთნოსაც კი სხვადასხვანაირი ფორმა ექნება. სხვათაშორის აი ერთ-ერთ საუბარში დილასაც ქონდა რაღაც საუბარი და იქ მომიწია ასეთი რამე საკვებიც კი საკვების რაციონი ყველა ერში და ყველა ეპოქაში არ არის ერთნაირი. მათ შორის მარხვისაც აქედან გამომდინარე. ნებისმიერ ხო, მათ შორის მარხვისაც ხო, რატომ ახლა? იმიტომ რომ აი ეს შეიძლება შეიცვალოს. ერთ მნიშვნელოვან რამეს ვიტყვი სხვათაშორის ბერძნულში არსებობდა, ქართულშიც კი არსებობს, მაგრამ ზოგჯერ ქართულში ყურადღება არ ექცევა. ბერძნულში ჩვენ წეხან ბერძნული ტერმინი ნომოსი ვთქვით. არსებობს მისი პარალელული, ოღონდ არა სინონიმური. ქართულში ზოგჯერ სინონიმურად გადმოდის. პარალელური სიტყვა ეთოს. ეთოსი არის წესჩვეულება. და საინტერესო ერთი დეტალია, როდესაც სტეფანე პირველ დიაკონის სამსჯავროზე წარადგინეს, მისადმი ბრალდებაში ასეთი რამე წერია, რომ ამ კაცმა თქვა, რომ იესო ნაზარეველმა დაარღვიოს ადგილი ესე წმინდა იერუსალიმზეა საუბარი და სცვალოს ჯული. ქართულად წერია სცვალოს ჯული. აი ბერძნულში წერია სცვალოს არა ნომოსი, არამედ ეთოსი. შეიძლება აქ ჩვეულება ვიგულისხმოთ? აი ეს არის სწორედაც. ახლა ნახეთ მაგალითად სამართალშიც არის საეკლესიო სამართალი ჩვეულებითი რჯული და დაწერილი რჯული, ანუ კანონები, რომელიც მიღებულია ეკლესიის მიერ ან ადგილობრივი მსოფლიო. და არსებობს ჩვეულებითი რჯული, რომელიც არ არის მაგალითად მსოფლიო კრების კანონი. ხანდახან ხდება ჩვეულებითი რჯულის დაწერა მერე მომავალში. იმიტომ რომ რაღაცა ის ჩვეულება არსებობს საზოგადოებაში, რომელიც მერე კანონდება. ხო, აქ არის კიდე ნახეთ რა სტეფანე. ახლა მე ერთხელ ასეთი თვალით შევხედე და იმის მერე სულ ასე ვარ დაინტერესებული. დააბრალეს სტეფანე. ეს ანუ ბრალდება რაც წაიკითხეს, ასე ვთქვათ, საბრალდებო დასკვნა. ეს ტყუილი არ უთქვამს ეს სტეფანეს, იტყოდა სტეფანე ამას. აი იესო ნაზარეველმა სცვალოს ნომოსიო ამას არ იტყოდა. აი ეთოსი სცვალოს ამას იტყოდა. აი განსხვავება აქვს ძალიან დიდი, იმიტომ რომ როგორიც იტყოდა ამას მაცხოვერას ამბობს.
ქართული განათლება ჩვეულება ზოგჯერ ჯულზე უმტკიცესი არის. ეს კიდე სხვათა შორის პავლე მოციქულს აქვს დახარისხებული 4 სახეობაა ჟულის. პირველი ეს არის სახთო, მეორე არის სინდისისეული, ესეც სახთოა, მესამე არის ეშმაკისეული და მეოთხე არის ჩვეულებითი. ოღონდ ეს უკეთური გაგებით ჩვეულებით, ანუ როდესაც ადამიანი იმდენად გამსჭვალულია კუცოდით, რომ აი ჩვევარ ჯულზე უმტკიცესი აქედან მოდის. ანუ შეიძლება პავლე მოციქული ამბობს კიდე, აი ზუსტად ამავე ადგილას მე ვშვიდე თავში, რომ მე ვაკეთებ იმას, რაც არ მინდა. არ მინდა, ანუ იმდენად ჩვეულებაა ჩემში ეს ვერ გავთავისუფლდი ამ უბადრუკი მე ესე კაცო ამბობს. აი სწორედაც რომ მე სიკეთე, იმიტომ რომ ადამიანი ხო სიკეთისკენ არის მოწოდებული, შექმნილია ასეთად. სიკეთისკენ უნდა იყოს წესით, იმიტომ რომ აი ეს ტერმინი რომ გამოვიყოთ მოდელი ადამიანისა, ამას გულისხმობს ღმერთის მიერ შექმნილი და სხვა არც არსებობს, ხო? სიკეთისკენ. მაგრამ ეს რა არის? ეს არის უკეთურების შედეგად გამოწვეული და იმდენად განვიმსჭვალე, ვეღარ დავაღწია ამას თავი. და ამიტომ არის ხანდახან როცა ჭეშმარიტებას როცა შეისმეცნებს ადამიანი ხო თავს აიძულებს ამ სასופველი იძულების ხო ჩვენ ბევრ ამას ვაიძულებთ თავს რომ ცოდვებისგან გამთავისუფლდეთ მოგვეტეოს და ეს იძულება არის ჩვეულების დარღვევა უპირველესად. მე მინდოდა გამომახვილებინა ყურადღება უბრალოდ დრო არ გვეყოფა ალბათ დაახლოებით 5 წუთი დაგვრჩა მაქსიმუმ. მინდოდა გამომახვილებინა ძველი და ახალი აღთქმის ჯულის პირველ საუკუნეებში ქრისტიანულ ეკლესიაში ძველი აღთქმის კანონების რაც თავში ვახსენეთ ასე ვთქვათ აი ეს ცნებები მათი ცნება რა თქმა უნდა ყოველთვის ესე მარადიულია მაგრამ აკრძალვებიც მათ შორის ბევრი პირდაპირ დაიცვენა ბევრი იუდეველი ხდებოდა ქრისტიანი და ასე შემდეგ მაგრამ შემდეგში უკვე ამან გამოიწვია გარკვეული გადახოვები ასე ვთქვათ ანუ იუდაური სექტები გაჩნდა რომელიც ითხოვდნენ წინადაცვეთის აუცილებლობას და ჯერ იუდეველობას და შემდეგ ნათლისღებას რასაც პავლე მოციქული განმარტავს რომ ეს საჭირო აღარ ძველი აღთქმის ლიტურგიკულმა ჩვევებმა წესებმა თავისი ფუნქცია შეასრულეს და ეს უნდა გაგრძელდეს ახალ აღთქმაში რომ ნათლისღებით აღარ არის საჭირო. ამის ურთიერთმიმართებაც 2-20 სიტყვით თუ მოვასწრებდით, უბრალოდ დაგვრჩა ალბათ 3-4 წუთიდან. სიამოვნების სხვათა შორის მაგ საკითხში ისევ და ისევ ნომოსისა და ეთოსის ურთიერთმიმართება. ნახეთ აი წინადაცვით რომ ახსენეთ თქვენ და ეს არის ყველაზე კლასიკური მაგალითი, იმიტომ რომ იქაც ყველაზე არსებითი ტრადიცია იყო და აქაც ნათლისღებაც ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიცია შეიძლება ასე ითქვას გულისხმობთ რომ ამით იწყება ადამიანი ქრისტიანობასთან კავშირს ხო საიდუმლო აქ უკვე პირველი საიდუმლო ახლა ნახეთ აი რა ხდება ზოგჯერ აი რა დაემართა ისრაელს დაემართა ის რომ ჯულად მათ მიიღეს სხეულის კონკრეტული ნაწილის მოკვეთა ეს არ არის ჯული ეს არის აი ანუ ეს არ არის ნომოსი ეს არის ეთოსი ჩვეულება ოღონდ ასევე ღმერთისგან მოცემული, რა თქმა უნდა. ჯული რა არის ახლა აქ? აი ეს საინტერესო. ჯული არის რა? ამ ისტორიას წინადაცვეთას ეს არის დაბადების წიგნში, როდესაც მოსეს გამოეცხადება ღმერთი და უნდა დაუწესოს, ასე იწყება ის ადგილი. თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, მე ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ იქნებით ჩემი ერი. აი ამის ნიშნად თქვენში ყოველმა წულმა წინა დაიცვითოს. ჯული აქ არის თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს. ეს არის წინადაცვეთა მანამდეც ესე იგი აბრაამიდან მოყოლებული. აბრაამს ეუბნება ამას, ამას გულისხმობ, ხო? ეს აბრაამისადმი არის პირველად ვამბობ, აბრაამს ეუბნება თქვენში ყოველმა წულმა. ხო, არა, აი მე ის უკვე ჩაიწერა აისახა რა. ჯული არის ეს თუ დაიცავ ჩემს მცნებას. ანუ უბრალოდ აქ უკვე თუ ეს ფორმა პირობაც უნდა დაიცვე ჩემი მცნება. აუცილებლად. მაგრამ შემდგომ კონკრეტული ქმედება უკვე ეს არის წესჩვეულება, ანუ ეთოსი. ახლა ნათლისღებაში გადმოვიდეთ, იგივე დარჩა. ჯული იგივე დარჩა. აქაც იგივეა, თუ დაიცავ ჩემს ცნებას. ანუ ნათლისღებაში ჯული რა არის? არა წყლის დასხმა, არა წყალში შთაფლა, არა თმის მოკვეცა, არა. არის რა, განვეშორები სატანას და შეუდგები ქრისტეს. აი ეს არის ჯული. და ეს არის წესჩვეულება. იქ უბრალოდ სხეულის სხვა ნაწილის მოკვეთაზეა საუბარი, აქ სხეულის სხვა ნაწილის მოკვეთაზეა საუბარი. ხო, ამას თავის მერე სიმბოლოები აქვს, ანუ ისევ წესჩვეულებითი მხარე. მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთის ჯულდება. დაიცავი ჩემი მცნება. აი ეს არის არსებითი, ხო? აი ეს თუ ვერ გავიგეთ და ეს შეეშალა ისრაელს. ამიტომ მეუბნება სტეფანე პირველ დიაკონი, წეღარო ვახსენეთ, ხო? ვის მიმართავს ისრაელიანელებს ქედფიცხელნო და წინა დაუცვეთელნო გულითა და სასმენელით ვის მიმართავს ვინც წინა დაცვეთილია იმათ მიმართავს მაგრამ საქმეც ეს არის წინა დაუცვეთელნი არიან ისინი გულითა ანუ ის ჯული მოაცილეს მარტო ამას აღასრულებდნენ წესჩვეულებას და პავლე მოციქულმა ნახეთ მე მგონი ვახსენეთ ხო წეგან თუ არა უძიმესი სიტყვები რო წარმოთქვა რომ თუ კი წინა დაუცვეთელი ხორცით ჯულს აღასრულებს ისი წინადაცვეთელობა შეირაცხება. რომელს ჯულს აღასრულებს?
თუ მოსეს ჯულს როგორ არ აქვს წინადაცვეთილი მაშინ არა აი იმას თუ აღასრულებს რომ ჩემი მცნება დაიცავეს არის ბრძანება აი ამ დებულებას თუ უახლოვდება მისი ეს ხორციელი რომ რაღაცა გარემოების გამო და რა გარემოება არ არის ისრაელიანელი მას არ მოუწია წინადაცვეთილება იმ წინადაცვეთილება შეირაცხება ღმერთისგან ცოტა შორის მაგასთან კავშირშია თანამედროვე პრობლემა აი რასაც ნათლისღებასთან დაკავშირებით ხშირად კითხვას ვამენ ხოლმე მაგალითად თუ კი ნათლისღებით ყველა ცოდვა მოგვეტევება და ეს ასეც არის რა თქმა უნდა იმ წყლის დასხმით ქმედებით მაცხოვრის ჯვარზე გაკვირით ჩვენ ყველა ცოდვა მოგვეტევება და ახლიდან ვიგადებით ქრისტეში ხო მაგრამ და ამიტომ სიცოცხლის ბოლოს მოიჯერე ეს ამას ერთი პასუხი ის აქვს რომ როდის გავალთ ამ ქვეყნიდან ღმერთმა იცის მაგრამ მეორე ის არის რომ ეს კი მოგეტევება იმ როდესაც ემბაზში ხარ მაგრამ თუ კი შეიძლება თქვენ ახსენეთ რომ ესე განმეშორებიაში მაგ შეუდგები ქრისტეს თუ კი შენ გაშინაგებული აი ემბაზიდან რო ამოხვალ იმ წუთასვე იგივე ცოდვებით არის შენებული და მძიმებული კი მოგეტევა იმიტომ რომ ღვთისმადლით მოხდა ეს მაგრამ ქმედება აღსრულდა მაგრამ შენ ემბაზიდან ამოხვედი და შენი გული მაინც შორს არის ღმერთისგან მაშინ როგორ გექნება მასთან თანაზიარება ანუ ამას ჭირდება რწმენა და ცხოვრება რწმენითი ცხოვრება ასე ვთქვათ ხო აი ამას ვამბობთ რომ ის პირობად შესრულება არამედ შინაგანი შეცნობა ღმერთის ხო ის რამდენია ხო ახლა წყლის დასხმა და ზოგადად წყალთან ურთიერთობა და თუნდაც ის თმის მოკვეცა ეს არ არის ეს არის კიდევ წესჩო აუცილებელი წყლის დასხმა სხვა ერებშიც წარმართობაშიც იყო გამბანის წესი რელიგიური გამბანის წესი და თუ არ ვცდები კირილე იერუსალიმელი წერს ესეთ შედარებას აკეთებს რომ გარეგნული წყლით ჩვენი სხეული განიბანება მაგრამ ამ დროს რეალურად რა ხდება საიდუმლო სახსრულების დროს რომ ჩვენი ცოდვები ჩამოგვერეცხება ასე ვთქვათ რამ ხელა რაღაც ხდება და ესეთი მარტივი სახით ხდება აი წმინდა იოანე ოქროპის აქვს ემბაზში ჩასვლამდე ადამიანები დამძიმებული ფიზიკურადაც ნუ რა თქმა უნდა ცოდვი დამძიმებულობა იგულისხმება და ემბაზიდან ამოსვლის შემდეგ ის სულ მცირეო ძველ ქართულად არის სულ მცირეს გადმოტანა ანუ აი შემსუბუქებული შეგვიძლია ასე გადმოიტანოთ არა მთლიანად ბოლომდე მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს აი მადლის გადმოსვლა ხდება შეგვიძლია ახლა ვთქვათ რომ ისე შეიძლება დამძიმდეს ის ადამიანი სწორედაც თუ არ განეშორა და თუ არ შეუდგა ქრისტეს ხა მისი შინაგანი სამყარო თუ იგივე რჩება ამას გულისხმობს ემბაზში არავინ აღარ ჩააბრუნებს იმას ვეღარ დააბრუნებ მაგრამ ის ვერ წარემატება ამაში ამის აღნიშვნა და აი ეს არის სწორედ ჯულის აღსრულება იქაც აქაც ყველგან და იმიტომ თქვა ქრისტემ იოტაი ერთი გინდა ქაი არ მოაკლდეს აი ეს არის 10 მცნება ყველაფერი რაც გაწერილია არავის არ ეგონოს რომ თქვა მოვიდა ქრისტე და მოდი ახლა აღარ გვინდა ეს არა პირიქით ამბობს იოტაი ერთი და გინარ ქაი ერთი ეს არის ყველაზე მცირედი ნაწილი ესეც კი არ მოაკლდება ამბობს ჯულს ოღონდ წესჩვეულებებს კი დიახ გასაგები მე ამ საკითხმა ასე ვთქვათ სურვილი გამიჩინა ამ ძრას ვთქვათ რომ შემდგომში ეს ისეთი თემა არის ამის გაგრძელება სჭირდება რომ გავაგრძელოთ ეს საკითხი მომავალში როდესაც შევძლებთ ჩვენ შეხვედრას საინტერესო იქნება აი ძველი და ახალი აღთქმის ჯულის ურთიერთმიმართებაზე ისევ და ისევ პავლე მოციქულიდან გამომდინარე წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლებიდან რომ ნათლისღებასთან რომ დაუკარაზეს დავიწყეთ ახლა ჩვენ საუბარი მაგრამ ვერ განვავრცეთ და ძალიან აქტუალური თემაა დღეს ასევე რელიგია და ქრისტიანობა ესე ხშირად აპირისპირებენ მას ერთმანეთთან ხანდახან ეს ჩემი პირადი აზრია ცოტა ზედმეტად ძალიან ზედმეტად ესე ვთქვათ არასწორი განმარტება ჭირდება ამას სწორი გაგება ჭირდება რომ ხა რელიგია როგორ არ არის რა თქმა უნდა ქრისტიანობა რა აქ იგულისხმება რომ რელიგიაზე მეტი არის ღვთის შემეცნება განხრთობის გზა რო არის ეს იგულისხმება და არა მხოლოდ გარეგნული წესების აღსრულება და ამით ურთიერთობა ღმერთთან და ამით განსხვავდება ესე ვთქვათ სხვა ანუ ამაზე აქ ხაზგასმა და ამის შესახებაც ეძვირ ამასთან ძალიან კავშირშია ეს ჯულთან ცნებებთან რელიგია და ღვთის შემეცნების საკითხი დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენი დრო ამოიწურა აი საინტერესო საუბრისთვის მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა რეზო მუჯერიშვილი დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე